რუსეთი ქართულ ოპოზიციასთან მომავალში თანამშრომლებს განცხადებას ლავროვის მოადგილე ნოღაიდელის ბოლო ვიზიტის შემდეგ აკეთებს. რუსეთი მზად არის საქართველოში ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლოს, რომელიც ხელისუფლების ანტირუსულ პოლიტიკას დამღუპველად მიიჩნევს. მოსკოვის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არაპირებს, რადგან იმ ჩიხიდან გამოსვლა, რომელშიც ქართველი ხალხი მოქმედმა რეჟიმმა შეიყვანა, თავად ქართველების პრეროგატივაა, აცხადებს ანდრეი ნესტერენკო. რუს დიპლომატს უკვე უპასუხეს თბილისიდან. რუსეთი ორმაგ თამაშს თამაშობს, კრემლი კი მკვდარი პოლიტიკოსების გაცოცხლებას ცდილობს, განმარტავენ დეპუტატები. Я уверена в том, что რუსეთი თვითონ ქმნის პრობლემებს, მათ შორის თვითონ იტაცებს ბავშვებს ცხინვალის რეგიონიდან, თვითონ შემოდის და იპყრობს საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილებს, თვითონ აწყობს ემბარგოს, ხოლო მეორე ხელით კი ეძებს მოღალატეებს, რომლებიც თითქოს და ამ პრობლემების მომგვარებლებად უნდა წარმოუჩინოს ქართულ ხალხს. თემა ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის პრობლემების შექმნელი საქართველოსთვის. არაერთი და არა ორი წელია, არამედ უკვე მრავალი წელია, ვინ უქმნის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტის პრობლემებს. თუ მათ უნდათ ამ პრობლემების მოგვარება, შეუძლიათ ეს პრობლემები მოაგვარონ, თავად არიან ისინი პრობლემების შექმნელები.